ორ თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბებისას ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონება ორად გაიყოფა. თუ რა ფორმით უნდა მოხდეს რეორგანიზაციის შემდეგ ამა თუ იმ განყოფილების მუშაობა, ამ საკითხზე დღეს დეპუტატებმა ინსჯელეს. საკრებულოს ხდომის ერთ-ერთ მთავარ თემას არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბებული სამსახურების გაყოფა წარმოადგენდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ოლექსანდროშვილი განმარტავს, თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესაბამისად საბავშვო ბაღები და კულტურული დაწესებულებები ქალაქ ახალციხისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადანაწილდება. ჩამოყალიბდება ცალკე IP-ების სახით, გაყოფა მოხდება როგორც ქონების, ისე ვალდებულებების, ისე ფინანსების და ყველა მომსახურების. გარკვეულწილად აუცილებლად იქნება თანამდები პროცესებისთვის ხარვეზების და შეფერხებების. იმიტომ რომ ეს იდეალურ ვარიანტში საერთოდ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანას. ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტში 13 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს. მათგან 8 ქალაქში, ხოლო 4 საბავშვო ბაღი სოფლად მდებარეობს. ახალი კოდექსის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აქ 2 არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ჩამოყალიბდება, რომელიც საბავშვო ბაღი შევა ქალაქის ან მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, ეს მათი ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში შეწყდები გამოცხადებული და ხელშეკრულებები გვაქვს დადებული იმ მეწარმეებთან, ანუ შეიძლება რომ ცვლილება შევიტანოთ და ორმხრივი ხელშეკრულების მაგივრად გვექნება სამმხრივი ხელშეკრულება და ის თანხები, რაც კვების თანხაა, ძირითადი პრობლემა მაგია, რაც მოემსახურება სოფლს, გადაიხდეს უკვე ის IP. ორი თვითმმართველი ერთეულისთვის ქონების გაყოფის საკითხს მხარი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა არ დაუჭირა. მაკასუდაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სამსახურების გადანაწილების პროცესი ბუნდოვანია და მასთან ბევრი ხარვეზი ახლავს. როგორც დეპუტატი განმარტავს, ახალი კოდექსის ამოქმედება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და იგი პრობლემებს შექმნის. ლეგიტიმური უნდა იყოს ცნობილი საკრებულო, ქალაქისაც, სოფლისაც. პირველი საკრებულოს ხდომის შემდეგ უნდა მოხდეს სასწრაფოდ არჩეული აპარატის უფროსი, რომელმაც სასწრაფოდ უნდა დანიშნოს IP-ის ხელმძღვანელი. შეუძლებელია არ იყოს ხარვეზები, რომლებიც შემდგომში გამოჩნდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს მსგავსი სახის საკითხები უნდა დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდეს, დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვიყოთ დაფიქრებულები, რომ შემდგომში, როდესაც ჩვენი სამართალმემკვიდრეები მოვლენ და პირველ საკრებულოს ხდომაზე შეიკრიბებიან, მათთვის არ იყოს პრობლემატური საკითხები და დღევანდელ საკრებულოს ხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივ თვითმმართველობას ახალ კოდექსში შეტანილ ცვლილებებსა და მათი განხორციელების გზებზე რეკომენდაციები მისცეს. როგორც სამინისტროს წევრები განმარტავენ, სხვადასხვა იურიდიული საკითხების კანონის შესაბამისად განხორციელება აუცილებელი პროცედურაა, თუმცა აღნიშნული სამსახურების რეორგანიზაცია თანამშრომელთა გათავისუფლებას არ გამოიწვევს. ეს ქონება, რომელიც ქონდა ახალციხის მუნიციპალიტეტს, უნდა გაიმიჯნოს, გაიყოს თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემს შორის. ჩვენი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს და ასევე გაუწევს ახალ შექმნილ თემისა და ქალაქის საკრებულოებს და გამგეობებს, რათა ეს პროცესი წარიმართოს უწყვეტად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 5 თებერვალს დაამტკიცა. იგი 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება, საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონება და უფლება მოვალეობები კი ორ ერთეულზე გადანაწილდება.